Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. ბევრი ტაში ჩემგან, მაგრამ მე მაგას ვერ ვახერხებ. ჯერჯერობით ამის სურვილი არ გაგჩენია. კარგად ვისური ძალიან. ტრამატოლოგიურიდან ოფიციალურად გეუბნები ნამდვილად, აი ფიზიკურად რაც მქონდა თაბაშირი. თვითონ ხერხა კიდე. თამრიკოსთან რომ მივდივარ, უკვე დიაგნოზით მხვდებაო, ანუ ხო. შენთვის რა არის ურთხილდები ჯანმრთელობას ტერმინი? ეს ის ადამიანია, ვისაც შენ ელაპარაკები, რომელიც ჯანმრთელობას არ ურთხილდება სამწუხაროდ. დიეტას მინიშნავდნენ და მე ვეუბნებოდი, რომ მე პირის ამოსაკერად არ ვარ აქ მოსული. რა არის ეს? დავეცემოდი და ეგრევე ვგებოდი ფეხზე. ამ დროს მოტეხილი იყო. ჩალი ჩაპლინივით ისტორიას ხედავ. რომ მითხრაო, მიყვარხარო, მე უთხარიო, აქეთ მელაპარაკეო. ესე იგი შენი ქალიშვილი მარიამი ხუმრობს ხოლმე რომ ოჯახში ჩვენო ვართო სულ ბრმები და ყრუები ვართო და რას გულისხმობს ხოლმე ამას? აი აქ ამას წარმოიდგინე რა და რა არის ის აზრს თამრიკო არასდროს ვარ საერთოდ 36 წლის წინ ზუსტად ავკრძალი ხორცი. გავიკეთებდი აი ხაბაბი და აი ამას. სცენაზე არასდროს გავალ თუ დაიხარჯა შეივსე წყალიმთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალიმთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის მორიგი ეპიზოდი კვლავ თქვენთან ერთად არის. დღეს ვყავს შესანიშნავი სტუმარი თამრიკო ჭოხონელიძე, ყველა მიცით ვინ არის, რა არის, ჩემი წარდგენა არ ჭირდება. მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი ჩვენთან, უღრმესი მადლობა. მადლობა რომ მომიწვია. გაიხარე. აქვე გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტები იწერება Podcast Point-ში, შესანიშნავ გარემოში, გაგრილებული სივრცე და კარგი ადამიანები და კარგი ტექნიკა რაც თავარია. თამრიკო, დავიწყოთ იქიდან რომ არა მომღერალი, მე რამდენადაც ინფორმაცია მომაწოდეს, ექიმი ვიქნებოდიო. იყო ესეთი ისტორიული მონახაზები შენ ცხოვრებაში? ხო, ერთადერთი აი რაზეც ვფიქრობდი და სხვაზე არაფერზე, ეს იყო ექიმობა, რომელიც აი როგორ მინდოდა, იცი რომ ბავშვობაში ექიმს თამაშობდი ყოველთვის რომ ვიყავი ექიმი და მერეც მინდა გითხრა, იმდენად დიდი ინტერესი მქონდა, რომ თუ კი რამე დაავადება, ან ოჯახის წევრს, ან მეზობელს, ან ვიღაცა ახლობს გავიგებდი ხოლმე, ახლობელი ყავდა ექიმი და მივიდიოდი და ლიტერატურაში ვეძებდი კიდე რა დაავადება, ხო? იცი რამდენი რამე ვიცი? აი რა საკამდე მოდიოდა ეგ ამბავი? ახლაც მოდის. ანუ ეხლაც ზუსტად იგივე, აი, ანუ საოცარი შეგრძნება. ეხლაც მეზობელთან შედიხარ. არა, ეხლა უკვე სხვა საშუალებებიც არსებობს, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულ იყო ეს. დასთან უკვე რას ვარ დაკავშირებული? ოჯახის წევრების ისტორია, თქვა ბაბუა იყო ექიმი, თუ თავმოუკიდებლად ხდებოდა ეს ამბავი? დიდი ბაბუა იყო ექიმი, მაგრამ დიდი ბაბუა და დიდი ბებია დედაჩემის მხრიდან, მაგრამ აქედან არა. აი უბრალოდ სულ მაინტერესებდა თვითონ აი ეს პროცესი, იცი, როდესაც შენ მიხვიდოდი პაციენტთან და დაამშვიდებდი პირველ რიგში. აი რატომღაც მეგონა რომ მე ხო მე აუცილებლად როგორც კი დამინახავდნენ, დამშვიდდებოდნენ და სხვათა შორის ალღოც არ მღალატობდა და არც ეხლა მღალატობს, იმიტომ რომ აი როდესაც ჩემი შვილები გაჩნდნენ, მახსოვს ჩემი შვილების პედიატრი ამბობდა ხოლმე რომ სულ მიკვირს რომ თამრიკოსთან რომ მივდივარ, უკვე დიაგნოზით მხვდებაო, ანუ ხო მომზადებული ვარ, დიაგნოზი ხდებოდი ძალიან კარგად და სხვათა შორის სხვებისთვისაც მიშველია. მაგალითად? აი მაგალითად ჩემს შვილს კოკოს ქონდა 7 წლამდე 5 ჯერ ქონდა ცრუ კრუპი ეგერეთ წოდებული, ხო? მე უკვე ყველაფერი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ვიყავი ზაფხულში ერთ ადგილ ვისვენებდით კოჯორში და მოკლედ ბავშვი აშკარად გზნობ რომ ანუ შეზღუდული აქვს თქო და დედამის ესეთი შევკადრე რომ რაღაც უცნაურად არაო ესეაო მითხრა მთელი ამდენი ხნის მანძილზე ჩვენი კოტეჯები ერთმანეთის პირაპირ ძალიან ახლოს იდგა და ღამე ეხა მაშინ არ იყო ეს პირობები როგორც დღეს აქვს ახალგაზრდებს და ასე ზრდიან შვილებს ასე არ არის და მაშინ რაღაცა ძალიან გვიან დავრეცხე მახსოვს სარეცხი გვიან გავფინე ღამეა 3 საათია 4-ია დაწყებული აი ესე დავწექი და აინთო იმ წუთში შუქი და მე მივხვდი რომ იმ ბავშვს შეტევექონა წავედი გამზადებული მქონდა უკვე ნოშპას უპრასტინი ეუფილინი ყველაფერი ასე ჩემი იმით მივედი და იქამდე რომ ნემსიც გავკეთე ბავშვს და ნუ მოკლედ ნუ კი ხო და მე ყველაზე სასაცილო რა იყო რომ ნუ რაღაც მადლობები ამ გოგო მერე ბოლოს თუმცა ხელში მწვდა რომ რასაკეთებო მითხრა და ნუ ბავშვი იყო აი გაშეშებული არა ნუ ძალიან ცუდად იყო ის ბავშვი ძალიან ძიმე იყო და
ან როგორ გავრის კეისიც მიყვირს, მაგრამ მეორე დღეს მოკლედ მთელი ოჯახი ჩამოვიდა, ბებია, ბაბუები, ტორტებით, მთელი ამბები და დავსხედით ეს ბავშვები, დავსხედით თუ როგორ არის ეზოში და მოკლედ მიირთვეს ტორტი, ნიშნად იმისა, რომ ეს პატარა ბიჭი გადარჩა. და ეს ხდება 3 წლის მერე დედა და მიცანიო და მე ვთქვი არა ვერ გიცანი მეთქი უცბად დავიბენი ახლა მე ვიცი ვის საბუკას დედა ვარ რომ მითხრა და უი მე ვთქვი რას ლაპარაკობ როგორ არის ბავშვი ხო კარგათო და აიცი რა რომ ყოველთვის რომ ჩდებიო ეკრანზე მე ვეუბნებიო რომ აი თამრიკო შენ ვიციო გადაგარჩინავ რომ აბრაზებსო ვეუბნებიო მოიცა ერთი წუთი დაურეკო ხა თამრიკოს მოვანებსი ნემს გაგიკეთებს უკვე ხარი ასე განამიხადე მადლობა ხარი აი ასე კი იყო ეს და არა მარტო ეს ხოთა შორის აი რამდენიმე შემთხვევა ოღონდ ციცი რა წინასწარაც მაქვს რაღაცნაირი შეგრძნება რომ აი ამას უჭირს და რატომღაც გონია რომ მე რომ მივალ იქ იმას არ გაუჭირდება და აი ნუ ეხა ეს რა თქმა უნდა ნუ პოზიტიური ადამიანი ხარ და ეს რა ყველა მნიშვნელობა აქვს ხო და ხა მედიცინას რო თავიდანებო პოზიტივი უკვე მკურნალის ფუნქცია სურვილი არის ყოველ შემთხვევაში ძალიან კაი თამრიკო ჩვენ სანამ ჩაწერას დავიწყებდით დღევანდელი ეპიზოდის მე გაგიზიარდი რომ წონასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და არ ჩავაბარე ანალიზები ეს მე ვიდეო იმედია კარგად გამახსენდება და გადავახვევ და ვნახავ ამას რომ ვიწყებ სათანადო მოქმედებების წარმოებას რათა დავძლიო ჩემი წონა და წარვად მაქვს 25 კილოგრამი ზედმეტი ანალიზებში პატარ-პატარა ცვლილებები არის რაც საყურადღებოა და ამიტომ დროზე დავიწყე შეიძლება დაგვიანებული მაგრამ ყოს ჯობს ეხლა ვიდრე ხო ამიტომ თავის მიხედვად შენ ცხოვრებაში ჭარბი წონის მომენტი იყო თუ არა რაღაცა ხელშემშელი ფაქტორი ან ზრუნვის ფაქტორი რომელზედაც მუდამ გიწევდა ასე ვთქვათ მეთვალყურების გაწევა. აუცილებლად გიპასუხებ ამაზე, იმიტომ რომ ჩემი პრობლემა ფაქტობრივად დაიწყო, ისე ვისაც ჩემი ბავშვობა ახსოვს. აი ვისაც ეკრანზე ვახსოვარ მე და ეკრანზე კიდევ კარგი რომ ეს ყველაფერი არსებობს და შენახულია. ვარ ერთი აი ძალიან ჭირებზე ვდგავარ, ძალიან გამხდარი ბავშვი. არც მე სხვათა შორის, არც სკოლის პერიოდში, არც სტუდენტობის პერიოდში, არა. მე უკვე როდესაც და როდესაც დავოჯახდი გენეტიკა როგორი გაქვს? ანუ ეხა იცი რა საშუალო გითხრა რომ არა ესე არა და ისე მოხდა რომ ჩემ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი სტრესი. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. კი ბატონო. და აი ამ სტრესის დროს გძნობ რომ აი ამ პროცესში რაღაც უბრალოდ რაღაც დღეები გადის და ვხედავ რომ ფუვდები. აი კი არ სუქდები, არამედ აი გაფუება რაღაცა ხდება და აღარაფერში აღარ ვეტე 2 კვირის მერე უკვე გზნობ რომ არა ნუ იმატებს და იმატებს თან ვიწონები და წონაც იმატებს მივედი სხვათა შორის მე რამდენიმე თან და დიეტას მინიშნავდნენ და მე ვეუბნებოდი რომ მე პირის ამოსაკერად არ ვარ აქ მოსული იმიტომ რომ მე ისევ ვიკვებები ზუსტად უბრალოდ რაღაც ხდება ჩემს ორგანიზმში ისეთი რომელსაც მე ვეღარ ვაკავებ და რაღაცა მოხდა თვე და 28 დღე ზუსტად დავითვალე 21 კილო მქონდა მომატებული. აი, ურთვეში რა თვე და ეს იყო რაღაცა კატასტროფა, რომელიც სხვათა შორის ეხა ძალიან მიჭირს, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერ დავიკელი უბრალოდ, რომ აი ეს რასაც რომ შიმშილობდი, 1000-ნაირ დიეტას, არაფერი. აი, სტრესად, მაგრამ ჰორმონალური ფონი და კი, იყო, რა თქმა უნდა, დაირღვა. დარღვეული იყო, ძალიან დიდი აღრევა იყო, აი ძალიან, ნუ ფარისებურის პრობლემა. მე რა ხდება? მე ვარ ახლა ჰორმონზე, უკვე რამდენი წელიწადია, დიდი ხანია და აი რაღაც პერიოდულობით, სხვათა შორის სულ უკავშირებ მომეციეს, სულ. აი რამდენჯერაც აი გადაღლა, სტრესი მაქვს, ან რაღაც აუცილებლად მემატება წონა, აუცილებლად. და ამ დროს რასაც აღნიშნავ და დღესაც ადასტურებ, რომ კვებითი რაციონი არ იზრდება და არ იცვლება. აი ეს ზუსტად ეს მინდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ იცვლება ნამდვილად, იმიტომ რომ ახლა თავს ხო არ მოვიტყუე. აი ზუსტად ისე ვიკვებები, როგორც ხანდახან თვითონ დავიკლებ, მე მოვიმატებ. თუ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აი ხო გეუბნები, როდესაც მაქვს რაღაცა ფონია ესეთი რა ნერვიული, ის ძალიან მიშლის ხელს, ძალიან. და ერთიც ახლა უნდა ვაღიარო, ამ დროს როდესაც სტრესი მაქვს, ალბათ ამაში ვუწყობ, არა რეჟიმულობ. ანუ რეჟიმს ვარ ყვევ, აი შეიძლება ირღვევა მაგ დროს ყველაფერი ირღვევა და კვების რეჟიმიც ირღვევა, მე გულისხმობ დროს. იმიტომ რომ აი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში აი არც მომშივდეს უბრალოდ, მაგრამ შეიძლება ლამე მე რაღაც ჯილის წინ. ხო.
რომელიც ნამდვილად ძალიან ცუდად მოქმედებს, ასე რომ ეხლაც ვიბრძი. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სამწუხაროდ არ გაკარაფერი. მაგრამ როგორ არ მაქვს ზუსტად ისევე როგორც ეხა შენ ამბობ, რომ ეს პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის ყველაფერს თავიდანებთ, რა ვიღაცებს არ მოწონვა გავაკეთო ეგრა რა გავაკეთო რავო ჯანმრთელობა არის მთავარი ნომერ პირველი აპრიორში აქ ვიზუალზე საერთოდ თემა არ არის ბუნებრივად დასული ადამიანები ვარ და როგორც ვართ ისე ვარ და ბედნიერად და კარგად ვაყოს ღმერთმა მაგრამ ჯანმრთელობას ეხება რა აუცილებლად მე წნევები და რაღაცა ღმერთმა გვაშოროს მოდი მივხედოთ ჯობია მაგამდე არ მივსულ ვარ ჯერ და აი მინდა რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს პირველ რიგში. რაღაც ისტორიები მე ადრე სატელევიზიო ეთერში იმას პენძლია კოსტუმრად ყოფილხარ და ასე შემდეგ და მახსოვს რომ მოტეხილობები მაგრად გევასება და დაგროვილი კაკ რაღაც ანამნეზში რამოდენიმე მოტეხილობა და რა არის ეს მოტეხილობების ამბავი. რამდენიმე კი არა. გითხრა. ათეულობით. ესე იგი ტრავმატოლოგიურიდან ოფიციალურად გეუბნები ნამდვილად აი ფიზიკურად რაც მქონდა თაბაშირი ხან ხელზე ხან ფეხზე დააგროვეთ რა 11 ჯერ ვარ წამოსული ვიცები ყველაფერს მამა ჩემის მეგობარი იყო ერთ-ერთი არა უბრალოდ ჩემი გაუდევრობა ალბათ ან ჩემი რაღაც არ ფეხი მიბრუნდება ხშირად და აი ამის გამო რაღაცა ცუდად ვეცემი რა ანუ ეს არის ცალკე თემაა იმიტომ რომ მე ძალიან არ მინდა ხოლმე რომ ეს დამინახონ სხვებმა და ეს თოჯინა როა ხო იცი რაღაც ადრე იყო ესეთი ხელს რო კრავდი და რო დგებოდა რა ერქვა მაგალითად ხო აი ეგრე ვიყავი ზუსტ დავეცემოდი და ეგრევე ვდგებოდი ფეხზე ამ დროს მოტეხილი იყო ჯვარი ბოლოს როდის იყო ბოლოს აი სხვა შორის ხალხანს იყო დიდი ხანი კი არ არის უიტეხე კიდე არ მოვიტეხე, მაგრამ მუღლის ისი რომ მე ამდენი არ მეგონა. არა, რასტაპარაკო, ბევრია. და ყველაზე დიდი უხერხულობა მაქვს, არ მინდოდა რომ მეზობელს დავენახე. იმეს და როგორ ამდენი იცი. აი მე ნუ ძალიან მწვენია, ამ რა ბოლოს წინ. ერთი 4 წლის წინ იყო დაახლოებით გეუბნები. აფთიაქთან ჩამოვედი და ნუ რა ხო გზები ხო ძვირფასად ხო საერთოდ ხო აწყობილია ყველაფერი და აი ესეთი ჩაღრმავებული იყო აფთიაქთან რა ჩაღრმავებული იყო აფთიაქთან და შენ ელოდებოდი არაფერს არ ველოდებოდი მანქანა გავაჩერე გადმოვედი და ჩამივარდა ფეხი რო ჩამივარდა ფეხი ჩავიმუხლე გესმის და იმ წუთში თან ბნელა და ძალიან ისე ავდექი ესე ავდექი და შევედი აფთიაქში აქ როგორ მეწვის და მტკივა იცი მუხლი აი ები მაგრამ არ ვიმჩნევ იმიტომ რომ მაინც ჩემი უნდა მოვიდე ამ დროს არა კაცო რაღაცაზე აღარა ვარ უკვე ისე მტკივა და მინდა უცბად კარი ესე ავტომატურად რო იღება ხო იცი აფთიაქში და უცბად კარი იღება და შემოდის ვიღაც ქალი სად არის ესე კითხულობს და მე ვერ გავიგე რა იყო და მეც არც მიმიქცევი იყო მე თამრიკო უცბად დამინახა როგორ ხარ დედიკო და მე ხარ კარგად მეთქი არც ვიმჩნევ იმიტომ რომ იმათ არ დაუნახე ვარ აფთიაქში და ავტობუსიდან დაგინახე ჩამოხდა ჩემ საშველად და ნუ ეგ ამცა იმ ხალხში ისე შემწვა რომ არა უშავს ვიძახი აი ასე ვახ ესე იგი შენი ქალიშვილი მარიამი ხუმრობს ხოლმე რომ ოჯახში ჩვენო ვართო სულ ბრმები და ყრუები ვართო და რას გულისხმობს ხოლმე ამას აი მე რა მოტეხილობა გავიარეთ ბოლოს წინაც ეს მოტეხილობაზე ეხლა ერთიც გამახსენდა ჩვენ ცხოვრობდით პლეხანოვზე, ნუ აი ჩემი საოცნებო დღემდე რომ მინდა რომ იქ დავბერდე, მაგრამ არ გამომდის ეგ ამბავი და გიждები აი ამით ცოცხლობ ცისმარში ხედავ ამ პლეხანოვზე, ჩემ ეზოს და რაღაცა გიждები ქაურობაზე და ჩვენთან შემოდიოდა ხოლმე ნაგვის მანქანა რომ ზადრე როგორ ხდებოდა სარით. ხო და ეს კაცი უკვე აი ეს ელოდებოდა ხოლმე მე მეორე სართულზე ვიყავი და აი 21 დღე რო იყო რა თაბაში რო უნდა მომეხსნა მე 20 დღეს მე თვითონ ჭრიდი და ჩემი ხელის ფორმა გაგზევი და აი ფეხის ფორმა მიდე ეს კაცი აი ესე იყო ხოლმე რომ ემან არ მომხდეს რაც შეეხება სიბრმავეს და ძალიან იცი როგორი ნუ კოკო არის ახლომხედველი
იყო სათვალაშორის ახლა გაიკეთე. ახლა აღარ, იმიტომ რომ გოგომ გაიკეთა ოპერაცია, ხო. ხო, მაგრამ ნუ ხო ვერ ხედავდა, ხო და მარიამს ძალიან დიდი პრობლემა შეგვექნა, რადგან ეს თელი ჩემი ერთი სიცოცხლე ალბათ იქ ხო შევალიე, იმიტომ რომ რომელიღაცა ვირუსის შემდეგ, უпростоეთ წითელა ბატონების შემდეგ ვირუსი შეხვდა რაღაც და ძალიან მალე მე თვითონ დავუძახე და მივხვდი რომ ერთი იხედებოდა მეორე არა წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა როდესაც ექიმებიც საკმაოდ სხვა შორის შეშფოთდნენ მაშინ და ეს იყო 13 წლის ხო და ნუ ბოლო აღმოჩნდა რომ აქვს პრობლემა ისეთი სერიოზული თან რა პროფესიის არის ხო წარმოიდგინე და ძალიან დიდხანს მოუნდი მე თვითონ ჯერ კი იმის გადახარშვას რომ ამას რო შევეგუო იმიტომ რომ მითხრეს რომ ეს არის ნევრიტი რომელიც ხო არაფერი და მარიამი არის ამ დროს ძალიან მშვიდად აი ძალიან ესე უყურებს ამ ყველაფერს ალბათ მეც მომშვიდებდა ამით და ესე ექიმმა უთხრაო რომ უთხრა უпростоრად მეც ვიცი რომ როცა შეყვარებული გეყოლებაო და გეტყვისო რაღაცასო მაგას გაიგებ დაწყნარდიო და მაგის იმედით ვიყავიო რომ მითხრაო მიყვარხარო მე უთხარიო აქეთ მელაპარაკეო ხო და ამის შემდეგ რაღაცნაირად ნუ შევეჩვეთ მაგრამ მთელი ოჯახიო ნუ რა დღეში ხართ რა დღეში გიას გამოუცხადებით ერთი ყრუ მე მთლად ინვალიდი და ძალიან სასაცილო სცენაზე თუ გასულ ხარ ესეთი ტრავმირებული ამდენი ტრავმის პირობებში მოგიწევდა კონცერტებიც და რაღაც ასე სხვა მდგომარეობები სცენაზე გავსულ ვარ კი არა გერმანიაში ვიყავი და იქ მოვიდეხე თურმე და მე თვითონ რაც მოვახერხე რომ იმას გამოიტეხე გადამიბრუნდა ფეხი და აი კოჭთან იყო ესეთი ну ბზარი იყო ხო მაგრამ ძალიან მტკიოდა ისეთი რა დაუპაკაზე დასკეფიც აბა ოქნა ნუ რა გავარ მე ეს ამას გამოვყავარ მდგომარეობიდან თორემ შეიძლება გაგიჟდე რომ წარმოიდგინე და გადახვეული აი ესე ძალიან მაგრად გადამიხვიეს და აი თითო ფეხის დადგმაზე რა მჭირდა იცი აი ყურში მახსოვს ტკივილი რომ ძალიან და რომ ჩამოვედი 3 დღე 4 დღე აი ესე ვიარე წარმოიდგინე ჩამოვედი და გაუმხილე მე დეჩემს რომ მევთხარი ფეხი მტკივა წავედით და საკმაოდ სერიოზული იქ ჩავატარე სცენაზე ვიარე კი არა 3-4 სიმღერა წარმოიდგინე ეს ზედიზედაც მიმღერია და დავდიოდი და ოღონდ რო არ ვიმჩნევდა ამ დროს რო გტკივა რომელი საშინელებად ეგრე გავსულ ვარ კი ეგ მარტო გერმანიაში არა აი ჩალი ჩაპლინი მით ისტორიას ხო არა მართლა ოღონდ ხო გეუბნები ეს მე ჩემ თავზე არ გავიცინო მაშინ არა უნდა გააგიჟდე მაშინ იმიტომ რომ საშინელება ალერგია მაქვს ერთადერთ რაღაცაზე ერთადერთზე ეს არის იასამანი ხო და პირველად როდესაც დამემართა ვაგონში დამემართა ხალი შემოვიდა დიდი თაიგული და აი აქ მაქვს წარმოიდგინე რა და ნუ პატარა იქნებოდი მაშინ პირველ კურსზე ოღონდ და აი ესე სუნთქვა შემეკრა რა და ერთი რაც გავაკეთე რომ აი ესე გავაწევინი ამ ხაზს ნუ მივხვდი რომ ამისგან მქონდა და უცბად ეს ხალი ბრუნდება რო შეხედავ რაღაცას გავსო ჩემზე იწახის და მთელი ვაგონი მოაბრუნა ანუ ის ხალხი ვის სცენა შეუშვი ახლა ეს რძალსახში ყვავილები მაგით მივხვდი რომ ეს ალერგია მაქვს საშემერ სახში მოვედი და დედას ჩემთან მოსწავლეს მოუტანია იასამანი და გაჟღენთილი იყო და იმ ერთ დღეს რაღაც განსაკუთრებით იმის მერე მოკლე პრობლემა მაქვს და სცენაზე გავედი ერთ დღეს ერთ სიმღერა ვიმღერე და მეორე უნდა მემღერა და მომაწოდა ქვევიდან ვიღაცა იასამანი ხო და სხვა გზა არ მქონდა უნდა გამომერთო გამოვართვი და აი რომ მივხვდი რომ სუნთქვა შემეკრა მეორე ჯერზე არ ვერ ვიმღერებ ესე ვაჩვენებ ვერ ვიმღერებ და თან ვიმღერე პირველი სიმღერა განმეორება ძნელია ეს ვიმღერე და პირველი და წამყვანი ამბობს თამრიკომ შემოგითვალოთ რომ გამეორება ძნელია ნუ აი ხო ოჯახში თუ ხარ გადამკვდარი დედა ნუ გასაგები ემოციურად ყველა გადამკვდარი დედა ქართველი დედა სხვანაირი არ არსებობს მაგრამ აი ჯანმრთელობასაც შეეხება რომ შენ თავზე იღებ ყველაფერს და მე მოგხედავთ აბა ჩაიციეთ გაიცე ზუსტად ესე ვარ აი ზუსტად ესე ვარ და ვამბობ რომ ალბათ ერთის მხრივ კარგია მაგრამ მეორეს მხრივ ან დიდი პასუხისმგებლობაა ეს რომ შენ რო იღებ შენ თავზე ბევრ რაღაცას მომართალია თუმცა მინდა გითხრა რომ აი მამაჩემი მაგალითად 42 წლის იყო როდესაც ჩემი კათედრის გამგე იყო კონსერვატორიაში ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე მე სწავლობ კონსერვატორიაში ვარ და იცი რა გააკეთა აი
აი ეს მოძრაობა გააკეთა, აი მარტო აი ეს და ვიყავიო და საბჭოს ხდომაზე ვიჯექიო მახსოვს რო თქვა და უკან ეს ორ პირში მოხვდი და დამგრილაო. ანუ ერთი წერტილი მტკივაო. ოღონდ მარცხნივ. აი ავიჩემე რომ არ მომწონს, რომ აი არ მომწონს ეს მარცხნივ ტკივილი ფილტვის აი იმ ტერიტორიაზე ტკივ 10 დღეს დიე მამაჩემს, ოღონდ როგორც იცი? ბოლოს მიხარ შენ ან მეგობარი არ ყავს, ან საქმე არა გაქვს, ან სამეცნიერო მე რატომ ინფარქტი. ოღონდ ჩუმად გამოვიძახე სასწრაფო. და რომ მოვიდა, ჯერ მამაჩემთან ეწეოდა და ეს გარეთ იდგა, შუშაბანც რო ეძახდნენ აი პლეხანზე, დგას სიგარეტს ეწეოდა, მოვიდა სასწრაფო. ვისთან ახარ თუ? კაცი გაგიჟდა. თვითონ პაპიროსი. ხო. და იმათ დღეს ეს გვარი სახელი ასაკი. ვინ გამოიძახაო გაგიჟდა, შემხედა და რომ მე რა თქმა უნდა. მეათე დღეს და რომ ამ დაუწყო ამ სასწრაფოს გახსოვს მაშინ როგორ იყო? ანუ თერაპევტი იძახებდა მე კარდიოლოგს, ხო? ხო და მე რომელმაც ის ხალი აი გააბრუა მამაჩემ აიმით რომ არაფერი არ ჭირსო. არაფერი არ ჭირსო. ხო, აი ზუსტად ესე იყო იმ განწყობით და ბოლოს არა იმ ხალმაც არაფერი არა აქვს. მეთქე კარდიოგრამა, აი ხა ჩვენ არ ვიღებთ კარდიოგრამას და ჩემ ცხოვრებაში რაც არ გამიკეთებია, მახსოვს რომ 5 მანეთი ჩაუდე ჯიბეში. მეთქე გამოიძახეთ კარდიოლოგი და გამოიძახეთ კარდიოლოგი. ხო ძალიან ჯიჯღინით, დიდათ არ ესიამოვნა და რომ მოვიდა ეს კარდიოლოგი ხედ მესმის რომ ეუბნება რომ აი ცოტა ხნით წამოყვევით საავადმყოფოში და მამაჩემს ეცინება ეღიმება და ბოლოს ხელწერილი რომ მოითხოვა ამ ქალმა რომ ხელწერილის ქვეშ უნდა დავრჩეთ გამოვიდა და დერეფანში გვითხრა რომ ინფარქტი აქვს. მას შემდეგ 20 წელიწადი იყო მამა და თავისთვის რომ მოევლოდა სიგარეტისთვის თავი დაენებებინა და ასე შემდეგ 63 წლის ასაკში კაცი აღარ იყო და აი ამას ვამბობ, მაგრამ აი ის მაშინ ალბათ მე ღმერთმა გამაკეთებინა მეთქი მე რომელი ხა ის სამჭკუაშვილის ამბავი, მაგრამ აი ალღო აი რაღაც ინტუიცია გაქვს, ფაქტია რომ გაქვს. ექიმებზე მეტი იცი? მე? ხო. არა კაცო. არ ხარ ეგეთი რომ აი ხა მაგას რა ესაკვე. როგორ გეკადრება რას ლაპარაკობ? მე ისეთ დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას, რომ რას ქვია, ექიმებზე მეტი ვიცი, ნამდვილად არ ერთი ფრაზა არ დამცდენია არასდროს, თუმცა ვეხმარები მე ექიმებს. აი ხო გეუბნები, ვეხმარები. ოჯახის მიმართულებითაც და კი, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მე ისეთ რაღაც არგუმენტებს ვეუბნები, რომელიც უბრალოდ დიაგნოზის დასმაში გრძნობ. და შენ თვითონ გიყვარს თან მისვლა? არა. ძალიან თუ არ გამიჭირდა ისე არ მივდივარ, რაც არის ძალიან ცუდი. ეს არის ძალიან ცუდი, ნამდვილად შემიძლია ეს ვთქვა, რომ ეს ცუდი თვისება მაქვს და არ შეიძლება. გამჭირვებია და ვსულარ. მადლობა მას ნია მეტონიძე, კარგი ადამიანი, კარგი ექიმი და გამიშვა ანალიზებზე ჩასაბარებლად. ჩავზივარ ხა იმ სავარძოში და ფიქრობ, სხვებს რომ მოუწოდებ დიდი სამით, რომ ჩააბარეთ რაღაც წელიწადში ერთხელ ბოლოს ალბათ 20 წლის წინ მქონდა ჩაბარებული ანალიზები. არაფერი არ მაწუხებდა და ესე არასწორია ეს აქვე ორივე ვთანხმდებით რომ არაცივილური ქცევაა და აი აღმოჩინა კიდევაც რომ რაღაცები მისახედია და ჯობია ხა მიხედო მე. ხო, მაგრამ კარგია რომ მაინც დროულად. კი. ხო, მადლობა ექიმს და ყველას და სამ ოჯახის წევრებს კიდე რომ წადი მიხედეთ. ძალიან კარგია. ხო, ვითომ არაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია. სანამ გავაგზავნებთ პატარა საარეკლამო ჭრა გვექნება, წყალი მთის უნდა შემოგთავაზო. თამარ. სიამოვნებით. კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას მიერ მოწოდებული ახალი პროდუქტი, გაზირებული მინერალური ბრომატის გარეშე, ძალიან კარგი წყალია სხვათა შორის მიირთვი. ასევე ჩვენი ერთგული სპონსორი არის აჰავა, წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. გეტყვით ასევე რომ ჩვენი პოდკასტები იწერება პოდკასტ პოინტის სივრცეში, სადაც ყველა პირობა მისვისო ჩაწეროთ თქვენი ეპიზოდები და მიიღოთ სრული კვალიფიციური მომსახურება. ასევე ჩვენს მაყურებელს წარუდგენ მიდეას კომპანიას, ეს არის ჩვენი სპონსორი, მიდეა საქართველოს, მიდეა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ტექნიკით უკვე წლებია ზრუნავს მილიონობით ადამიანს კომფორტზე, იქნება ეს გაგრილების სისტემები თუ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სხვათა შორის კომფორტულ გარემოს ჩვენ სტუდიაში სწორედ მიდეას კონდიციონერი უზრუნველყოფს, სადაც ზაფხულის
ხელდღეებში მართლაც რომ განსაკუთრებით სასიამოვნოა, ამიტომ მადლობა ამ კომპანიას. კარგი, საქართველოს მთავარი მუსიკალური ანესთეზიოლოგი იყავი ვინ დაგარქვა ეს სახელი და რასთანაა დაკავშირებული მუსიკა ანესთეზიის გარკვეული ფორმა არის, ეს სახათასია. იმიტომ რომ ბევრ სულიერ ტკივილს აშუშებს. კარგი მუსიკა ზოგჯერ ამწვავებს, მაგრამ ხშირად აშუშებს ამას და მოდი ახლა შენებული ამბავი მოგვიყევ. ხო, ეს უფრო იავნანას უკავშირდება რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი შვილიშვილები ხო იცი რო იტყვი ხო ტყავიდან ამოვარდი და აი არ ვიცოდი როგორ მემღერა აი ესე ცოცხლად რა თქმა უნდა და იანა არც ერთი არ იძინებდა. არც ერთი. მაგათთვის ეგ სხვა რამე იყო. არა იცი როგორ ძალიან სასაცილოდ ესე თვალებს გაახელდნენ ხოლმე და მყვებოდნენ სიმღერაში. ხო მაგრამ დანარჩენები აი ძალიან ბევრი მადლობა დღემდე რომ მესმის თქვენ არიცით როგორ ბედნიერი ვარ ხოლმე როცა მეუბნებიან რომ აი ჩემი შვილი აი რომელსაც ჰქონდა ნერვული აი ძალიან ესეთი აშლილობა და აი ერთადერთი ურთავდით იავნანას და შვიდდებოდა რომ მეუბნებოდნენ რაც შორის ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ დამირეკა ერთდღეს და მითხრა რო არ გითხრა არ შემიძლიაო ბავშვთან ავადმყოფოდან ეს დედა შემოვიდაო და ბავშვო აპენდიქტომია უნდა გაეკეთებინა თუმცა ბავშვს ჰქონდა თურმე რაღაცა ეპილეფსიური მოვლენები პლუს დაბადებიდან და ამ დედა თურმე იძახის მონოტონურად ვერ დააწყნარეს ეს ბავშვი და მონოტონურად იძახის რომ ტელეფონი მომეცით. ეხლა მე ვინც მელაპარაკებოდა კოლექტივში იჯდა თავის კოლეგებთან ერთად და იქ მიყვებოდა ამ ამბავს რომ არ შემიძლია რო არ მოგიყვეო ესო და მოკლედ ამ დედას ბოლო მისცეს ტელეფონი და ამან ჩართო თურმე. აი მომენტალურად დამშვიდდაო და აი მისთვის გირეკავთო რომ მადლობა გითხრა და იცი რა და ეს ძალიან რაღაცა საოცარი განცდა მართლა რა და მით უმეტეს როდესაც იცი რომ თუ შენ ვინმეს ამით მაინც ეხმარები ესეც კარგია ძალიან და ეს შემარქვა გია ბაღაშვილმა შენ ხარ საქართველოს მთავარი სტუდიაში მოხდა ეს შეგერქვა პირდაპირ გაცემდა კარგი რისი გეშინია ყველაზე მეტად რისი ვისი თქვა არ მგონია ვინმეს გეშინოდეს მაგრამ რისი ვინმესაც გეტყვი რომ ვისი გეშინია ვისი ადამიანების რომლებმაც დღეს ძალიან დიდი დაუნდობლობა გამოავლინეს ერთმანეთის მიმართ მეგეთი ადამიანების ძალიან მეშინია ეს ფაქტია რომ ამას ვერ უარყოფთ რომ ეგრეა და ძალიან რთულია აი მართლა კი როგორ არა უმკლავდები ამას მე შემხედრია ხო ეგეთი ნახე რა თუნდა მაგას ბევრი ლაპარაკი მაგრამ არა რთულია ძალიან მაგრამ რისი მეშინია და პრინციპში მე ძალიან დიდი ფობია მქონდა ძაღლის მე დღემდე მაქვს და მე მინდა გითხრა რომ გადავლახე 10 წლის არა მაი მასწავლე ჩემ მეუღლესთან ერთად რომ ვსეირნობ ხოლმე მე ძაღლს რო ხედავ იქ ჩემი ყვალი აღარ არის აი ეხლა მე ჩემი ცხოვრების ერთი ეპიზოდი მაშინ იმაშებზე მეტად ეშინია მაგრამ მე პირველი ვკრები ხოლმე ეს რა კარგია აი ერთხელ იცი რა პერიოდია რომ ასე ვთქვათ დავდივართ მე და გია თუ როგორ ქვია რა ვიცი ხო და მინდა ეხლა რომ უთხრა რომ რამე რო იყოს არ შეშფოთდეს იმიტომ რომ მე საშინელებას ჩავდივარ ძაღლის დანახვაზე აი ძალიან ცუდ რამეებს ვაკეთებ და ცუდ რა უბრალოდ გავდივარ რა უსაქციელობა გემართება და გიას მეუბნები ხო და მეუბნები რომ მეოთხე რა იცი რა მეთქი ძაღლის მეშინია ძალიან მეთქი აი კაცო ხა ეს რაღაცა იბრი გითხრა და ერთ დღეს ნუ რაღაცა მივდივარ და ეს ძაღლი აგვეკიდა რაღაცა უცნაურად და ისე აგვეკიდა თან რომ მე წავიდა წინ და წინ გადაგვიდგა ესე დგას და ენა გადმოყოფილი ეს ძაღლი და გიას შევხედე მინდა გითხრა რომ აი შენი ფურცლის ფერია და მეუბნება იცი რა ამჯერად შენ გააგდებო და მე უკვე მეავიღებ ჩემ თავზეო და აი ესე მოხდა მართლა ძაღლის გეტყვი იცი რა როგორ გადალახე ეს კაი ელენეს ჩემ შვილიშვილს აი რაღაცა შევამჩნიე რომ ბავშვს ჰქონდა ცოტა ისეთი როგორ გითხრა თუ შეიძლება ითქვას რომ ბავშვთან დაკავშირებით დეპრესია მაგრამ აი რაღაცა ისეთი
როგორ გითხრა, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო ხშირად ბავშვი, რამდენიმე დღე გადაბმულად. მე ბავშვთა ფსიქოლოგთან მივედი და მითხრა, რომ იცი რა ზრუნველობაა საჭირო, აი ეს რომ აი რაღაცა მოუყვანეთ სახში ძაღლი, რომ მასზე იზრუნოს და მე თქვა წარმოვიდგინე, რომ ძაღლი ჩემს სახში ეს რანაირად ეხლა საშინელება მემართება. ხო, მაგრამ ზრუნველობისთვის ბავშვისთვის იმისთვის რომ სწორედ აი ელენე ყოფილიყო კარგად, მე 1-3 დღე ჩემ თავს ვუმტკიცებდი იმას, რომ არაფერი ძაღლი ძალიან საინტერესო არსებაა. თავარი იყო, რომ აი ხელი მომეკიდებინა და დღეს აი ეს საოცარი ძაღლი დღესაც სახში ყავს. მეც ძალიან უყვარ ვარ და მეც მიყვარს ნერვებს კი მიშლის, მაგრამ ისე თაგვების ხوار გეშინია? ქალებს თუ თაგვების ეშინია? თაგვი ეგ ის შიში არ არის. ის მეზიზღება უბრალოდ რა და თაგვი სხვა შორის თუ დაარწლოთ არ გამომივიდა, მაგრამ აი რა გამოუში დრო გვაქვს თაგვის მე სხვა შორის მე და კოკო ვართ ერთნაირად ზუსტად. აი თაგვზე საშინელება მემართება და მე გაგიკვირდება ეხლა უცნაურ რაღაცას ვიტყვი. კარგად ვისური ძალიან. რა სისური კარგად? ერთ გიждები ისე. მითხათან თაგვებს ეკრატირო. გითხრა რა გავაკეთე. ერთხელ მამაჩემი, ანუ მართლა კარგად ვისრი და ვისროდი და ვისრია. საათი სწავლობდი. მამაჩემი მასწავლობდა. რა ეკნა? 3 გოგო ყავდა მამაჩემი. ერთი ფეხბურთზე დაყავდა, მეორე ვერ დაიმორჩილა, შუათანა, სოფიკო და მე ვარ პირში. ხო და მე ბოლოს უკვე მამაჩემს ჯობდიდი და ნუ მოკლედ ძალიან ამაყი იყო რა ხო, ნახარა. ხო და მოკლედ ერთ დღეს მამაჩემი კეიფობს სადღაც და დედა იყო ალბათ უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ არ წასულიყო მამაჩემი თორე მაგათი ურთიერთობა ერთ ცალკე თემაა და ნუ არ დადიოდა არასდროს დედაჩემის გარეშე მაგრამ ნუ ამჯერად მოუწია და ძალიან დააგვიანა რომ დააგვიანა ჩემი გაგიჟება მე ვიცახი რომ მობილური არის ჩემთვის გამოგონილი სად ახარ და შევაკონტროლო და ხო კარგად არის ვინმე რამე ხო არ რაღაცა ვინმეს რამე ხო არ უჭირს და მოკლედ მამაჩემი რომ იგვიანებს ამ პერიოდში მე დავდივარ ესე აივანზე პლეხანოზე გადავხედა არ არის ტაქსით უნდა მოვიდეთ არ არის მამაჩემი და გაგიჟებული ვარ და უცბად ჩვენ სახლში ჩვენს თაც მე ცხოვრობდი ქვევით იყო ხილბოსტანი ხო და ნუ როგორ ჩანს ამოცოცდა ეთყობა და აი ესე გაირბინა რომ დამეწყო ესე სპაზმები მუცელში და აი ესე ვიკეცები და დედა ჩემმა გურული ტვინით მოიფიქრა და მითხარ ვიცი რაო ეხა აი თუ მაგარი ხარო დაჭიქიო და დაუმიზნეო აბა და მე მქონდა კისტის თოფი რომელსაც მქონდა ესეთი მწვანე ფოჩები მწვანე არის სხვადასხვა ფერის უბრალოდ ხო ის არს რო ისო და რა დიახ და აი ეგ იყო სანახაობა მე ტახტზე აი ესე წანი აი ესე მიშურე დედა ჩემი მეუბნება აი ესეაო და დედა ჩემი დაუდ პურის ნამცეცები თუ რაღაც დაუარ მოკლედ ძაღლი მეთქი ეს თაგვი დადის ესე დადის და უცებ დავინახე რა ბნელა თან ძალიან ბნელა გარტყი და ამ თოფის ხმაზე პატარა ძალიან სასაცილო სცენა იყო და ამ პატარა თოფის ხმაზე მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო თოფის ხმა მეზობლები გამოვარდნენ უცნაური ხმა რა მოხდა ნენა რაშია საქმე ნადია ბებო ყავდა უსაყვარლესი ხალი და საერთოდ 5 ოჯახი ერთ ოჯახად ცხოვრობდით საოცარი იყო ეს ძველი ხო და მოკლედ თელი მეზობლობა შეიყარა უკვე გასმის ერთმა მეორე ეტყობა იმ ხმაურმა სხვა გააღვიძა და გამომიძებდა ამ დროს შემოვიდა მამაჩემი კაი ხასიათზეა ხო რა ხდებაო და შენმა შულმა თაგვი მოკლავა ჩემი სკოლაო მამაჩემა ძალიან შეიპერა და დეძებთ თაგვს არ არის ვერ პოულობთ ის გარჭობილი და ზუსტად ვიცი რომ ასე ვთქვათ მოვარტყი და ნუ ბოლო ბევრი რო არ გავაგრძელო ვიპოვეთ ეს თაგვი თუმცა ვერ პოულობთ სად არის ის კისტი ზოგმა თქვა რომ ხრელში მოხდაო შეიძლება ხო ზოგმა თქვა და ბოლოს მამაჩემ აღარ მინდა მოდითო სამედიცინო დასკვნა დავწეროთო თქვა მამაჩემი რა კაი ხასიათზე იყო წარმოიდგინე გარდაცვლილი თაგვი ხმაზე ინფარქტი დაემართაო გასროლის ხმაზე ხო და აი ესე თაგვზე
კაი იყო აი ეგ მინადირია ესე გამოვიდა რა. წერა ნახსენე ბავშვის შესახებ დეპრესია ქონდაო რაღაც მოკლედ ჭირდებოდა ასე შემდეგ. შენ თვითონ თუ ქონია ესეთი მდგომარეობები, როდესაც მე ყოველთვის ხაზგასმით მინდა მაყურებელს უთხრა, როცა ჩვენ ფსიქოემოციურად გვიჭირს, არის ესეთი ცხოვრებაში პერიოდები, გვჭირდება ჩვენ ექიმი მხარ დაჭერა გვჭირდება, ფსიქოთერაპია იქნება ეს თუ ფსიქიატრი იქნება, როცა ეს საჭიროა, ისე როგორც კუჭს, ღვიძლს და რა ქვია, გულს ჭირდება ექიმი, თავისთვისაც ჭირდება ექიმი. ქონია თუ არა მდგომარეობები, როდესაც მიგიმართავს ასეთი სპეციალისტისთვის და შვებაც მოგიპოვებია კიდევაც. კი, მიმართავს, თუმცა მინდა გითხრა რომ შეიძლება ესეც იმის შედეგი იყო, რომ დავდიოდი. თუმცა აი ცოტა მაღაზიანი არ ვიცი ის რომ მე ვლაპარაკობდი სულ ლაპარაკობდი მე კიდე ვერ რაღაცა ამას ვერ ვეგუებოდი თუმცა აი ამ პერიოდში მე მივხვდი რამდენად მქონდა ძალა იმისა რომ თვითონ გამკლავებოდი კიდევ ამ თავიდან არ მქონდა ანუ ეს სწორედ იმის შედეგი იყო რომ დავდიოდი როგორც ჩანს და მივხვდი რომ აშკარად მაქვს იმის უნარი და ძალა რომ ეხლა მე თვითონ და შეიძლება არ გავაკეთე სწორი მაგრამ ცოტა შუაში დავტოვე და მოვერიე ჩემ თავს კარგია ყველას აი დამრიგოს დამეთანხმება ყველანი როცა სტუმრები ყავს ჩვენ მაყურებელს როცა მიმართავთ ამ თემებს ვეხებით ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობა და ჰიგიენა არის საზოგადოების და საკუთარი თავის და ოჯახის აპრიორში ნომერ პირველი მდგომარეობა, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიტუაციაში. მაშინ ყველა დანარჩენი ფაქტორი დაალაგდება და ყველა პრობლემა მოიხსნება და ეს თუ პრობლემაა, მაშინ სხვა რაღაცებს არ ეშველება. მადლობა უკავშირისთვის. უფრთხილდები ჯანმრთელობას არის ხოლმე ესე და მეც ხანდახან ამბობ რომ აღარ ვსვამ, აღარ ვეწევი ჯანმრთელობას უფრთხილდები შენთვის რა არის უფრთხილდები ჯანმრთელობას ტერმინი თუ კი გაქვს ესეთი ასე ვთქვათ ხედვა მიმართულებით ხო ეს ის ადამიანია ვისაც შენ ელაპარაკები რომელიც ჯანმრთელობას არ უფრთხილდება სამწუხაროდ და მე ამას ვამბობ არანაირად ჩემს ასე ვთქვათ არც გასამართლებლად არც უბრალოდ ვამბობ რომ ეს არის ერთ-ერთი ცუდი მხარე ჩემი ასე ვთქვათ როგორ გითხრა ხო ჩვეული ქსევის რა ყოველდღიურობის ალბათ იმიტომ რომ ან ჩვევის რა ვიცი ხო არ ვიცი რა ქვია ჩვევათა ერთობლიობაა მე არ ვუფრთხილდები ჩემ თავს ნამდვილად იმიტომ რომ აი უბრალოდ გამეტებულად ვიცი ხოლმე ჩემი თავის ბოლომდე დახარჯვა რომელიც არ შეიძლება თუნდაც ის რომ იმ ექიმებთან გვიან მივდივარ და როდესაც არის საკმაოდ გართულებული მდგომარეობა სხვა შორის არაერთხელ მქონია და დღეს გადავრჩი პანდემიამდე ძალიან პრობლემური ამბები მქონდა სანამ სეპსისამდე არ მივიყვანე თავი მანამდე არ მე გამიკეთდა ოპერაცია და ასე შემდეგ მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი დაუდევრობის ბრალი იყო იცი აი დღეს ხვალ აი ეს იყო ზუსტად რომელმაც მიმიყვანა ისეთ მდგომარეობამდე რომ აი იქ მივხვდი რომ არამეტი აღარ გავაკეთებ ამას. აი მეტი არის სხვა შორის იმის მე ცოტა გამოვსწორდი შედარებით, მაგრამ გაკვეთილი იყო ესე თავისი. ძალიან მწარე. ასე რომ ამის მერე რა იყო მაინც ეს? რა იყო და კენჭი. კენჭი არა თიკბელში. და ნუ მოკლედ მე ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდა, მოკლედ ექსტენდს გამდნენ და ვიდრე, ანუ დაიძრა მე სტენტი ინფიცირდებოდა 4ჯერ შევიდა კი კოვიდის პერიოდში კოვიდამდე 2 თვით ადრე გამოვედი საავადმყოფოდან და აი მე უკვე ისე გამწვავდა ყველაფერი და ისე ცუდად ვიყავი რომ აი მაღალი 40 სიცხეებით და ნუ უმძიმესი მდგომარეობა მქონდა მაგრამ ძალიან მიხარია რომ აი გადამარჩინეს და შემიძლია თქვა ექიმიც ვინ იყო დათო ნიკოლაიშვილი რომ მაგარი ექიმი ძალიან კარგი ადამიანი ფანტასტიკური ექიმი პროფესიონალი უბადლო და უჯმაჯური ძეების უმცროსი წარმომადგენელი კი ბატონო ასევე მათ შორის ეს ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა და საოცრად კოლექტივს საერთოდ ყველას ვისთანაც მქონდა კონტაქტი გაიხარე მადლობა მათ რა თქმა უნდა ბევრს ეხმარებიან და შენს კარგად აგეხმარებიან კარგი რა არის თამრიკოსთვის ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემთვის მაგალითად ჩვეული აქტივობა არის მაქსიმალურად ვცდილობ ნუ თვის განმავლობაში 80%-ის ალბათობით მაინც რომ მე დღეში 3, 5, 6, 8 კილომეტრი ვიარო ფეხით ან ვითამართო ჩოგბურთით შენ ბევრი ტაში ჩემგან მაგრამ მე მაგას ვერ ვახერხებ ვერ თუ არ მე ვერს არ ვღებულობ ორ ხო კარგი კი ბატონო მაშინ არ იმიტომ რომ
კი ბატონო, კი დაგთახმდები მაგაზე, რატო იცი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ დილი და რო ვდგები, აი მე ვერ ვნახავ უსაქმოდ. აი ეს გასაგებია, პატივსაცემია. მოვემსახურო, იმას უნდა ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა იმ სამსახურში წავიდე, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო და ამასობაში დრო არ მრჩება. მე ჯდები მანქანაზე. ხო, აი ამ მანქანამ საერთოდ მომსპო მინდა გითხრა რა, მაგრამ ბევრ საქმეს კი მაკეთებინებს, მაგრამ არ არის ეს კარგი. ნამდვილად და მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეხლა ძალიანაც რომ მოვიდო, ეხლა ესეთი ტრავმირებული მაქვს მუხლი, მიჭირს ძალიან, აი იმ ბოლო დაცემის გამო. ავერს მარა დააშავა ასფალტის ბრალი. არა, სხვათა შორის ავერსის მერე დავეცი ეზოში და მარიამი მელოდებოდა ეზოში არ დამავეცდება. მარიამი მელოდება ქუჩაზე და მე უნდა გამოვიდე ეზოდან. ანუ ერთი ისტორია კიდე გაქვს რომელიც ხო, არა, ვიდრე მანქანამდე მივალ და მარიამი უკვე გასულია და პროსპექტზე მელოდება და მე ვიდრე მანქანამდე მივალ, მაშინ მოვახერხე და დაფერთხება რა უკვე. და ვეღარ ვდგები, იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა, რომ იქ ძალიან შემეშინდა, მეთქი მოტეხილობა არ იყოს. და ერთადერთი ვიძახი, რომ ნეტა არც ერთი მეზობელი არ ჩამოვიდეს. აი მეტი არაფერი, ოღონ მეზობელი არ ჩამოვიდეს და მარიამი მირეკავს, დედა სადა ხარ? ხის ძირში ვდივარ. შემოდი. მარიამი, აი რა დაემართა ისა, რო შემოვიდა, რაც მთავარია. დამინახა შორი და მართლაც ხის ძირში ვარ, წარმე აი ეს ვდივარ და მარიამი მე აი კარგი რა სირცხვი და აუვარდა სიცილი და აი ორივე ვიცინოდით ოღონდ მეც და მარიამიც მაგრამ ამეთქე მომკიდე ხელი ამაყენეთ ქონდა და ასაკის მატებასთან ერთად რაღაცეები შემოვიდა შენ ცხოვრებაში რაზედაც თქვი უარი ან ადრე რაც იყო ის დაამატე თქვა ცხოვრების ჩვეულ რუტინას და მე ვთქვი ვარი მაგალითად ალკოჰოლზე ვთქვი ვარი თამბაქოზე ხო თქვა რაღაც ეგეთი რაღაცები ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან შენ რამეზე თქვი ვარი რაზედაც თქვა ადრე თამამი იყავი თუნდაც სიტყვაზე საღამოობით ღვინის მირთმევა და არ თქვი თუ კიდე რა ვიცი ეგეთი რაღაცები არ მქონია არა უბრალოდ არა არაფერზე ვერ გეტყვი რომ ასაკის მატებას უკავშირდები ამას უკავშირებ იმიტომ რომ აი რაც ვაკეთებ ეხლაც და არაფერი ახლა ისე ცხოვრობს ზუსტად დიდად არაფერი არ არა გეტყვი 36 წლის წინ ზუსტად ავკრძალი ხორცი და იმის მერე ხორცი არ მიჭამია საერთოდ ანუ ვეგეტარიანელი ხარ თუ ხორცით წითელ ხორცს არ მიიღე არანაირ ხორცს არ მიიღე ქათამიც არანაირ თევზი კი ხო ანუ თევზი და კვერცხი მისაღებია ყველიც კი ანუ ქათმის ხორცი და წითელი ხორცი ნებისმიერი კურდღლის ხორცი ვა რა საერთოდ არანაირად იცი რა იქამდე რომ აი თუ თეფშზე კონტაქტი თუ არის აი კონტაქტი პური რო იდოს მაგალითად იქ ხო იმპულს არ შევჭამარ და სხვა თუ მიიწევს ის სხვა რა გაქვს რაღაცა არა მანდ წელი კურიოზები მქონდა არა უიმე აი მახსოვს ქორწილში ვიყავით ერთხელ გია მიხუმრა თამრიკოს კაცო ხორცი ხორციო მოდის ეს ხორცი ჩემთან იღადავა ხო რა ვიცი მოდის და მომაყარეს ეს ხორცი და არა დიდი მადლობა ვეუბნები არ ჭამ მართლა არ გეახლებით და ვიღაც კაცი მოვიდა და რაჭველი გოგო ხარო მითხა და ეს მაინც შეჭამო მითხა ლობიანი და კარგით კი მეთქი მეუთხარი აუცილებლად და ესე განა ჩავკბი რა ჩავკბი ლორის გემო იცი რა ცუდად გავხდი რომ მე აი მაშინ სახსრილებში იყო ეს რესტორნებში და არ იყო ქორწილი და ესე გავძვერი აი ფეხებში ხო გავუძვერი რომ გამომ ხო და არა ნუ ძალიან მოქმედებს აი არ ვიცი ეს კაცი როგორ მიყურებდა იცი რომ საგულდაგულოდ თავი კაცი ხო იცი რო ქვია საგულდაგულოდ ვარჩიო ეს ხორცი და ისეთი იყო და მითხრა ერთი სიტყვა ეხლა ცუდად ხდები აი სულ თანთალები გავფუჭდი რა აი ხორცი რომელიც არა ნუ საყიდლებზე ვინ დადის ოჯახში თქვენთან მე არ არის მე რთული ყველაფერი ერთად ამდენი საქმე და პლუს საყიდლები თქვენ კი როგორ არა რთულია მაგრამ რა საერთოდ ისე მაგეთი განაწილებული ეს ყველაფერი რომ ზის გრაფიკში რა ვიცი არ დიდათ რომ არა ხანდახან არის ხოლმე რომ ისე ვიღლები უბრალოდ რაც გინდა აი გითხრა ერთ-ერთი რომელიც არ შეიძლება რომ გააკეთო და რაც თავს არ ვუფრთხილდების ამბავში შედის მაგ ჯგუფი
ძიმის აწევა არ შეიძლება ჩემთვის. შეიძლება, ხო. ძიმის აწევა. აი თუნდაც იმ ოპერაციის მერე არ შეიძლება, მაგრამ მაინც აი რა ბარემ რა აი ამას ხო, ეგ აი ეგრეა, ბარემ ხო. ამას ვიყიდი და აი კიდე რომ მე აღარ გავიდე მეორეც და სახლში აიტანე, მანქანაში ჩადე, გამოიტანე. ძიმი არ შეიძლება და ნუ რა ვქნა, ცუდად ხარ თუ არა ვიქცევი. ესეთი ადამიანი, რომელიც აკვირდება იმას თუ რასაც ყიდულობს. ან ახალ პროდუქციას აღმოაჩენ და უამრავი ხა უფრო ამერიკაში და ევროპაში ეს უყვართ ასე ვთქვათ რა. დაკვირვება, წაკითხვა და ლუპით დადიან და რა არის. შენთვის თუ არის რაღაცა სიახლეები, კავშირი იმასთან, რომ გამოიძიო, გამოიკვლიო და შეისწავლო. მავნეა თუ არა, მავნე და არ ვიცი ხა ეს ცუდია თუ კარგია, მაგრამ არ არის. ანუ ტრადიციულად დიასახლის ხარ უფრო არა, ხო, რა ვიცი, ვერ და სამაგეროთ ელენე. ჩემი შვილი ელენე, აი რა იმას არ უნდა გაყვე. აი ესე ანუ არ უნდა გამოიყოლო. იმიტომ რომ ყველაფერს კითხულობს. ის ყველაფერს კითხულობს. ეს რა არის ვერ მივხვდი ხა მაგ თაობას რაღაც განსაკუთრებულად გაუმწვავდა ეს და არ ვიცი რა. ძველი ხომ არ არის კითხულობს. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვა შორის აი რაღაც პროდუქცია იკითხავს რომ ეს ძველი ხო არა აუცილებლად კითხულობს აი ვადიანობას. მე არა. ეს კარგი ჩვევა ერთის მხრივ მეორეს მხრივ რომ დააკვირდე დროც ბევრი მიაგდა რა და თქმა უნდა და მე მეციან დობა მაქვს როგორ ჩანს ისეთი რატომღაც აი ვენდობი გამოცდილებაც იცი ხა რა იყიდო რა არ იყიდო მაინც უფრო ტრადიციულ პროდუქციას ვაწვევით ჩვენი თაობა რა უფრო რაღაც ახლიძებაში არ ვარ ხანდახან მეც რომ დავაკვირდები დახლებზე იმდენი რამე დევს აი ამას ისეთი რაღაცები დევს რომ პედაგოგური უყურებ ხოლმე აღმოჩენებს ვაკეთებ და მე მეზარება მართალი გითხრა იმის ეხა კიდე მომზადება და კიდე რაღაც ექსპერიმენტები შეტანა რა არის ის არის ამრიგო არასდროს ვარ საერთოდ კულინარიულ ასპექტში რომ შევხედოთ ამას ყველაზე აი ფავორიტი კერძი შენი რა არის თქვა როცა იცი რომ დიეტაზე ხარ თქვა რეჟიმს იცავ მაგრამ აი ის ყოველთვის შენი გულისას ვა მართლა ნიყვი გეყარება ეს გიჟდები ხო ნიყვი წელიწადში 1-8-ჯერ უნდა მიირთვას ადამიანმა თუ არის საშუალება ხო მაგრამ ორჯერ მოდის და ხო საერთოდ მე ველოდები ხოლმე აგვისტოს ხო და აი ოქტომბერს საულის საული კიდე რომ ყველანაირი კიდე ბატონო კიდე რა სოკო გიყვართ მანჭკვალაც მიყვარს ძალიან კიდე მიყვარს კალმახა ხო გემრიელი ყველაფერი და ბევრ რაღაცას ვაკეთებ ნაიკი შეგიძლია რომ არჩიო აკრიფო არა მაგას ვერაფერ ჩემ თავზე ვერ ავიღებ და ამიტომაც არ ვერკვევი ნუ არ ჩავეძიები რა არ მომინდომებია და ჩემ უფრო გამზადებული პროდუქცია არ დამიყენებია რომ მოდი ვისწავლო ეხა ყველასთვის საინტერესო თემას შევეხოთ აქამდე ყოფის საინტერესო იყო მაყურებელს პოპულარული ადამიანი ხარ და საყვარელი ადამიანი და უყვარს ჩვენ მაყურებელს სხვისი ამბების და კარგი ამბების და საინტერესო ამბების მოსმენა რატომაც არა მეც მიყვარს საინტერესოა შეიძლება ბევრი მისაბაძი რამ აღმოვაჩინოთ შეიძლება რაღაცაზე გაგვეცინოს ეს ყველაფერი ცხოვრებაა ხო კარგი ესთეტიკა ერთ-ერთი მთავარი თემაა რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეხებით გინდა ავკარგიანობით შევხედოთ გინდა პოპულარობით გინდა საჭიროებიდან გამომდინარე მიგიმართავს თუ არა ისეთი პროცედურებისთვის რომელიც აპრიორში იყო განკუთვნილი საკუთარი თავის ვიზუალური მხარის შეცვლასთან კავშირში იმდენად მაღიზიანებს გადამეტებული დოზით გაკეთებული აი რაღაცების ხვებზე რომელსაც აბსოლუტურად არაბუნებრივი ასე ვთქვათ ხო რაღაც აი ვინ მიყურებს ვერ ხვდები უბრალოდ და ერთ დღეს მარიამმა აიჩემა რომ უნდა წაგიყვანო მითხრა მე ვეხვეწები რომ არ მინდა წინასწარ მომზადების ეტაპები არ გაიარა სახში მაგამდე არაფერი არ გაიარა აი ესე აი ხო გამოგიულიო და უნდა წავიდეთ წამიყვანა და აიცი როგორ ვარ მარიამის მერიდება რომ აი ესე მოინდომა იქ რაღაცა და ერთადერთხელ ცხოვრებაში აი აქ რაღაცები გამიკეთეს მე მოგეწონა თუ არა რო გამიშეშდა ეს სახე და ეს ღიმილი იყო ნუ სხვა ადამიანი მერჩივნა რომ ყოფილიყავი 200 კილო ვიდრე აი ეს საშინელი ღიმილი რამდენიმე კადრი არსებობს ხო მესმის იმ პერიოდიკის აი პერიოდიკის საშინელება იცი როგორ მცხვენია იმიტომ რომ ის მე არ ვარ როცა მართლა გულით ვერ იცინი გინდა და ამ დროს რაღაცა გაშეშებული არ მომწოს და ძალიან შენ გონია რომ ფიქრობ რომ არ მჭირდება როგორ არ მჭირდება ბევრი რამეს მჭირდება მაგრამ იმას ვერ ვიტან აი ეს რაღაც საშა რომ უშეშდებათ და რაღაცა ნუ ტუც არ ვიცი არ ჯერჯერობით მოდი ასე ვთქვათ ჯერჯერობით ამის სურვილი არ გაგჩენია შეიძლება გაშეს სურვილი კი არა შეიძლება ხო გეუბნები აი შეიძლება ესე შევხედო სარკეში ჩემ თავზე თქვა ნეტა ის გამაკეთებინა ნეტა ის გამაკეთებინა მაგრამ
ამას თუ ის უძღვის წინა ის რაღაცა გაშიშებული საშინელება და არაბუნებრივი არ შემიძლია ნუ რა გავაკეთო. მიღებულია. მეც გეთანხმები აბსოლუტურად და მოყვები მაგ მიმართულებაში. და ეგ თუ არ გიდო რომ მოხდეს, ჩემთან უნდა მოხვიდე. რა თქმა უნდა. რაიმე პროცედურა ჩატარებული გარდა ამისა ამხელა თქვათ კარიერა ესტრადაზე და რაღაცა. აი დაქალებთან ერთად გავიქეცი ტუჩი აფე ეგეთი არ გაგეკეთე. არა მაქვს არაფერი. ვერ მატყობ რო არაფერი არა. მე ვამბობ ადრე. შენ როგორც სპეციალისტი. ეხა ფაქტია რომ არაფერი არ გაგეკეთე და გამოიყურები კარგად ჯანსაღად ისე როგორც და იყო ეხა. ბევრი რამე შეიძლება ხელი შეავლო და ეს ნებისმიერ ადამიანში შეიძლება მოძებნო, რა შეიძლება შეავლო ხელი. ეს ამაზე ეს არც კრიტიკას არ ექვემდებარება არანაირად და არც ის არ არის რაღაცა. ხო, არაფერი არ გამიკეთებია მაგის გარდა აი რაც გითხარი. ყველაზე ან რა აბერებს ადამიანს შენი აზრით მე ვიცი რასაც მიპასუხებ მაგრამ მაინც ყველაზე ძალიან აბერებს ადამიანს დაივიწყო იუმორი. ეგ ფორმულირებას არ ველოდი. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იცი რა, რაც რო გავიდა მე გრძნობ რო ეს იუმორი, რომელიც საკუთარ თავთანაც მიმართებაშიც და ზოგადად ცხოვრებაში ძალიან გჭირდება რა ეს ყველაფერი და რაც თავარია არ იყო გაბოროტებული, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხო, ხო, აი ეს ყველაფერი, მაგრამ ამის წამალი არსებობს, რომ ეს იუმორი თუ გააქვს, ვისაც არ აქვს, იმას არაფერი შველება. ხო, და დანარჩენი მე მგონია რომ ძალიან ესე რეალურად შეხედო იმას რომ ხო მოდის ასაკი ახლა რა ვქნათ და ბედნიერება რა ჯობია მაგას რომ ასაკი მოდის ყველაზე მაგარი განცდა მე პაციენტებს უეუბნები აუ დააბერდი კოტე ექიმო ეხა იქნები შო დააბერდი უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ ბევრს ამის საშუალება არ მიეცა სამწუხაროდ არ მიეცა და საუბედუროდ არ მიეცა ნუ ბევრი და სხვა ფაქტორები და გავდიან და როცა ღმერთი გვაძლევს ამის საშუალებას რომ ვიცხოვროთ როგორი ცხოვრებაც არ უნდა იყოს ცხოვრება ხო მოდი ვიმუშაოთ ჩვენ თავზე და ღმერთს გითხოვოთ რომ კიდე მეტი მოგცეს ის დრო რომ რაღაცა კიდე ვქნათ ამ ცხოვრებაში ხო მადლობა ყველაზე კარგად თავს სარგზნობ მე პირადად გაგიზიარებ რომ სახლი მიყვარს ყველაზე ძალიან მოგზაურობაც მიყვარს მაგრამ აღმბოლო დროს აღმოვაჩინე რომ სადაც არ უნდა ვიყო მოგზაურობის პერიოდში ეტყობა სამყაროსთან რო ბერდები ცოტა სხვა ურთიერთობები ყალიბდება ყველგან სახლად უგზნობ თავს ეს ერთი შეგრძნება დამემატა ცხოვრებაში სადაც არ უნდა ვიყო კარგად ვარ მაგრამ ნუ საკუთარ სახლს და კარს აფერ შეედრება ყველაზე კარგად მაინც იგზნობ ხოლმე გიპასუხო კი აბა ეხა მე მეგონა რომ მე ვლაპარაკობდი იმიტომ რომ ამას მე ვამტკიცებ ბავშვობიდან ოღონდ ეს იცი როგორი ცნობილი ამბავია რომ შე რომ ზიურის გოგოებს კითხო და სათითაოდ გიპასუხებს რომ ნერვების სამშლელი ბავშვი ვიყავი და რატო 19 გოგო ხტოდითო და ის ერთი სულელი სადღაც იჯდა და ტიროდა როდესაც გასტროლი ცხადდებოდაო აი არ ვიცი ჩემ სახლში როგორც ჩანს ის გარემო იყო რომელიც სულ მენატრებოდა ყოველთვის. აი სკოლაში რომ მივდიოდი სახში მოსვლა მინდოდა. გესმის? აი იმდენად საოცარი სიყვარულის სითბოს და აი რაღაცა ძალიან ჯანსაღი გარემო იყო. დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობას მე რაც აი ამას უყურებდი, ხო ხანდახან უბრალოდ ჩამივლია რომ აი თვალით რო შეუხედიათ ერთმანეთს და აი გიჟდებოდნენ ერთმანეთს. მე-9 კლასში იყო დედაჩემი და მე-10-ში მამაჩემი აქედან რომ შეუყვარდათ ერთმანეთი. დედაჩემი დღესაც შეყვარებულია მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი აღარ არის. აი სულ აი რაღაცა საოცარ რაღაცას გზნობდი და ჩემს სახში ამიტომაც იცი რა ყველას უყვარდა მოსვლა და დღემდე ესეა. ჩვენ სახში სტუმარს აქვს აი ზეიმი რომ მოდის და ჩვენ რა თქმა უნდა ხო და აი რა მინდა ამით თქვა რომ რატო უნდა წავსულიყავ სხვაგან როცა მე მინდოდა სახში ყოფნა გიჟდებოდი სახში ყოფნაზე დღემდე და როდესაც ზიურის გასტროლები ცხადდებოდა მე ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ვარ წასული ვიგონებდი რაღაცებს მიჯაჭვობა ქონდა ის ვარ არ მივდიოდი უბრალოდ არ მივდიოდი და რომ ეკითხებოდნენ ჩემი მეგობრები გოგონები რომ აი ეხა არ ნანობ აი ჩვენ რო იქ ვიყავით არა არ ნანობ იმიტომ შენ კარგად იყავი იმიტომ რომ მე კარგად ვიყავი აი ჩემთვის ყველაზე კარგი გარემო ყოველთვის იყო სახლში სახლი იყო ჩემთვის აი რაღაცა საოცარი დიდი აი ბერმუხასავით ხო იცი რაღაცა ესე საყრდენი შიგნით რო შედიღე და კარგად რო ეხლა ხო ეგრეა რა თქმა უნდა აბარა აგაშენოს მერთვა პატარა სარეკლამო ჭრა ცოტა ხანი დაისვენეთან ისე შემოგთავაზებ წყალს სიამოვნებით ეს არის Coca-Cola Bottles Georgias მიერ მოწოდებული ახალი პროდუქტი 0 ბრომატი %,
გაზირებული და მინერალიზებული. აქვე გავახსენოთ ჩვენი ერთგული სპონსორი. მადლობა მათ, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის აჰავა ბრენდი, წარმოგვიდგენს უნიკალურ და პატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, წარმოდგენილია ჩვენთანაც სტუდიაში სხვადასხვა პროდუქცია, სხვადასხვა ეპიზოდებში, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს. აჰავა უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ნაოჭების წამქრის პრევენციას. და ბოლოს ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი ბლიც კითხვარი, შენთან ამას ახლა უცებ გავივლით. დაასრულე წინადადება ქვია ასეთ კითხვას. თუ რამე ეს გინდა არ მიპასუხო, ნუ მიპასუხებ. თუ რამე დაასრულე. მე დავიწყებ და შენ დაასრულე. დავიწყოთ? მოდი აბა. არასოდეს ჩამიცვამს მოკლე ქვედაბოლო. ჩემს კოსმეტიკის შანთაში ყოველთვის არის ტუში, ლაინერი და ადრენალინი არ მითხრე. პრინციპში ტუში და ლაინერი უფრო მეტად სუნამო. ოკეი. არასოდეს მივირთმევ ხორცს. სხეულის თხოვება რომ შეიძლებოდეს ვითხოვებდი და ექსპერიმენტის სახით გასართობად კონკრეტულ ადამიანს ვერ ვიტყვინო, აუცილებლად გამხდარს. აი აუცილებლად რომელიც ის საინტერესოა. ოკეი, გავიგეთ. ჩემთვის სილამაზის სტანდარტი არის გააფართოვე თუ გინდა განავრცე. სილამაზის სტანდარტი ჩემთვის სული პირველი კითხვა ერთ სიტყვაში განავრცე. სილამაზის სტანდარტი ჩემთვის არის სული პირველ რიგში. სული რომელიც რომელიც გამოძრავებს, რომელიც გასულტკმულებს და რომელიც ხდის ადამიანად, ან არ ხდის ადამიანად, აი რა გააჩნია, რა გიზის. და აი ეს არის ჩემთვის რაღაცნაირად ის, რომ აქედან არც წონას აქვს მნიშვნელობა, არც არაფერს აბსოლუტურად, გარდა იმისა, რომ აი შიგნიდან რა მოდის და გადმოედინება, კარგია, სწორი ახსნა. მიღებულია. პლასტიკურ ოპერაციას თუ გავიკეთებდი ყელი. არა, ყელი კი არა, აი ღაბაბი და აი ამას. ძალიან საყვარელი ხარ. კარგი. სცენაზე არასდროს გავალ თუ არ მაქვს სათქმელი. იმიტომ რომ ხანდახან არის ისეთი ვითარება მინდა გითხრა რომ მე დარბას გრძნობ ტანით აი როგორც ვიტყვი კილომეტრებიდან და ყოფილა და არაერთხელ სხვათა შორის როდესაც იმდენად არა იცი თვითონ აი რა კატეგორიის დარბაზია და მე კულისებში შემიცვლია სიმღერა აი კი და გავმართლებულა ხო სწორედ აქ ეს უნდა მემღერა და როცა უკვე დაგეგმილია და ანონსებულია და ესე ვირას გააკეთებს ახლა გამომეკიდებიან სცენაზე თუ რა ამიტომაც გამიკეთებია ეს რომ შემიცვლია იმიტომ რომ აი სათქმელი იმ სმენა იქიდან გამომდინარე რა რეაგირება აქვს და როგორ რეაგირებენ ხო გესმის აი ამის მიხედვით მე შემიცვლია სიმღერა და ვერაფერს ვერ მეტყვის იმიტომ რომ სათქმელი იქ იმ სმენელთან ის იყო იმ დროს საჭირო კი ბატონო ასაკი ეს არის ასაკი ეს არის მეტად გახშირება შეხვედრები წარსულთან ეს ერთი ბევრი რაღაცის გადაფასებაა და აქედან გამომდინარე სიბრძნე ნუ კი იმ გამოცდილებიდან გამომდინარე სიბრძნე იმიტომ რომ ზოგი ვერ განიცდის მაგრამ ხო ნახე მათი პრობლემაა მაგრამ ჩემთვის პირადად მაგალითად არის ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ რა თქმა უნდა მეტად წამოვიდა სიბრძნე ბევრი რაღაც გავიარე ხა ისეთ რაღაცას ვლაპარაკობ თითქოს ნუ 90 წლის ხო არა ვარ მაგრამ მაინც საკმარისად ბევრი რამ გავიარე ადამიანების შეცნობა ვისწავლე თუმცა ვერასდროს ვისწავლე ის რომ ამ ყველაფერს დავჯერდე ანუ სიბრძნეს ხო ამბობ ებძენი ადამიანი ბოლოს მაინც ვერ ვახერხებ ყველაფერს თქო ეგ მინდა მაგით მივდივარ იმიტომ რომ იცი აი რაღაცნაირად არის ხომ რა აი ბძენი ადამიანი რაღაცებს დასკვნას გამოიტანს და იმას არ გაიმეორებს ან მოერიდება ან გაერიდება დაამთავრებს ჩემთვის არის ერთი უბედურება მჭირს რა სულ მიკვირს აი სულ რაღაც მიკვირს ხო ერთი და იგივე რატო აი რატო ეს რატო ვიძახი აი ეს რატო შეიძლება რომ ადამიანი და მე იქიდან მეკითხები შენ რატომ გიკვირს და არის რატომ და რატომ ძალიან რთულია ეს ემოციებთან უფრო კავშირში არის ალბათ ხო სიბრძნესთან შეიძლება ხო შეიძლება ყოველ შემთხვევაში რა ვიცი მე მინდა რომ ყველას უთხრა რომ ვისაც ასაკი ემატება
უნდა შეხვდნენ ძალიან ესე მედგრად და ძალიან საინტერესოდ, იმიტომ ხა მე როცა სარკეში ვიყურები, ჩემი ეს იცი ვინ იყურება? ძალიან დაღლილი ქალი, მინდა გითხრა პირდაპირ. აუ? კი, მე რა. მე პატარა დავისვენო. მე ხა გეტყვი ზუსტად. დაღლილი ქალი, რომელსაც არ დაუკარგავს უნარი იმისა, რომ დაისვენოს და არ დაუკარგავს უნარი, რომ იბრძოლოს. აი ეს ქალი იყურება რა, მე მომწონს ისიც. იმიტომ კი რატო არა დავიღალე ხა რაღაცები არის ესეთი, რომელმაც დამღალა. მაგრამ მე რა სამაგეროდ იმასაც ვხედავ, მიხვდი, აი იმასაც არა. დასვენების შნო გაგვსდა სურვილია. შენ მე გიჩვენებ როგორ უნდა დაღლა, ხო? აი ესეა. თითისკნევა კარგია ხა. საკუთარ თავთან თითისკნევა. გაგაშენოს ღმერთმა. ძალიან დიდი მადლობა თამრიკო. არა. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ და ყველა იმ ნატრის ასრულებას, რაც შენ შინაგანში და გულში და სულში არის, მთელი შენი ოჯახის წევრებთან ერთად იყარეთ და იბედნიერეთ, იყავით სულ გახარებულები და გაგვახარეთ ჩვენს და მთელი ქვეყანაც, ხო? ძალიან დიდი მადლობა. პოდკასტი დღეს ამით სრულდება, ძალიან საინტერესო სტუმარი და უსაყვარლესი ადამიანი იყო დღეს ჩვენთან. თქვენ მადლობა რომ გვიყურებთ, გამოგვიწერეთ და მე კიდევ საინტერესო ეპიზოდებს შემოგთავაზებთ. დროებით. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.